შვიდობის როგორ ხართ? დილის მადლი შეგწეოდეთ, გილოცავთ დღევანდელ დღეს, გათენდა კიდევ ერთი ფანტასტიკური დღე. რომ ქნათ აკეთოთ იყოთ ბედნიერები, შავსოთ სიხარული. გარდა ამისა, ახლა ლაივი დავიწყოთ იმით და მინდა გავაცნობიეროთ, რომ ბედნიერი ადამიანი ავრცელებს ბედნიერებას. უბედური ადამიანი ავრცელებს უბედურებას. ეს არის, როგორც ვთქვი, ენერგიები, ბედნიერებაც, ეს არის სხეულის დონეზე ენერგიები. უბედურებაც ზუსტად ამაზე ვიბრირებთ, ასე ვფიქრობთ, ასე ვგრძნობთ ამას სხეულში. თუ ვინმეს დღეს, გუშინ მქონდა მაგალითად ქრისტის დაუწერია კომენტარში, რომ დღესო რთული დღე მქონდაო, ძალიან ბევრი გამოწვევები მქონდაო. ვაუ, მაგარია, ეგ არის, როდესაც გამოწვევების დროს საკუთარ თავზე მუშაობ. აბა სხვა დროს როგორ უნდა იმუშაო? მე თუ ყველაფერი კარგად მაქვს და გამაღიზიანებლები არ არის გარეთ. ხომ? გამაღიზიანებლები არ არის გარეთ, რომ ჩემიდან ამოიღებს იმ დასამუშავებელ უნებს, მიმანიშნებლებს, ხო? როგორ გავიგო ეს? სწორედ ის, რომ გარეთ პოზიტიურ კვირაში კიდევ უფრო გამწვავდება სიტუაციები, იქ ქონდა კიდევ მე მგონი ქეთის ქონდა, რომ მეგობართან ასე და ასე მოვიქეცი და სხვანაირად მოვიქეცი. დიახ, ეს არის ტრენაჟორი, რომ თუ აქამდე დააფიქსირეთ, რომ თუ აქამდე სხვანაირად მოიქცეოდით და დღეს უკვე სხვანაირად მოიქეცით, ეს არის ახალი პატერნების განვითარება თავში. ამიტომ ახალი ჩვევების განვითარება. და ამიტომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები, რომელსაც გვიგზავნის ჩვენ ადამიანების სახით, გარემოებების სახით, სამყარო მით უმეტეს ამ კვირაში. დავაკვირდეთ ამას, რას გრძნობთ ამ დროს, რას ვფიქრობთ ამ დროს, როგორი იქნებოდა ყველაზე კარგი ვარიანტი, თამუნაცმაც დაწერა პოსტი. ანუ თქვენ მეგობრებო, მუშაობთ საკუთარ თავზე და ეს ძალიან კარგი, არ გამოგივათ ერთხელ, გამოგივათ მეორეჯერ. ანუ პოზიტიური აზროვნება ეს არ არის მარტივი ჩვევა. როგორც ბავშვობაში იზიბადება, რა საკვირველია ბავშვი აბსოლუტურად სუფთა, მაგრამ მე მთელი ცხოვრება წარმოვიდგინე მინიმუმ 17 წელი, მე კიდევ ინერციით იდება მასში, იდება ეს ნეგატიური დესტრუქციული პროგრამები გარემოებების სახით. და ეხლა ერთ კვირაში ამის უცებ გადატრანსფორმირება ზუნდა სწავლა. და იმ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ გვევლინება, ეს სავარჯიშოები ცოცხლად უკვე ცოცხლად გვევლინება, ხომ? ამ დროს ბრძოლა კი არ გვინდა. მივენდოთ ამ პროცესებს და დავიწყოთ ლავირება. დავიწყოთ მართვა, კი არ ვიბრძვი. ახლა ესე რომ მეუბნება, კი არ ვებრმებით ეგოს თამაშებში. ნახეთ, ეგო თამაშები იწყება მაშინ, როდესაც შენ მეორეს აღიქვა მეტოქედ და იწყებს საკუთარი თავის პოზიციის და დაცვას და სიმართლის მტკიცებას. აქ იწყება უკვე ჩაკითრია ეგომ, ჩაკითრია თამაშებმა, ასე ვთქვათ, ეგოსი და მიდის მერე პაექრობა ვინ ვის აჯობებს. სინამდვილეში რა გვინდა? სინამდვილეში ჩავიდეთ პროცესში. კი არა, შევეწინააღმდეგოთ, კი ამას მეუბნება ეხა, მაგრამ შევიგრძნოთ რა სხეულის დონეზე, რას
გრძნობ ახლა, როცა ამას მეუბნება. რა ემოცია მიპყრობს? ვგრძნობ, რომ დაჩაგრულის როლში ვარ, დამჩაგრეს, რაღაცა მაკადრეს. მაშინ მე ვარ პოზიციაში თურმე ზოგადად მსხვერპლის როლში და თუ არ მინდა მსხვერპლის როლში ყოფნა, რა დუალური ემოცია უნდა გავჩითო აქ და ვსწავლობ ამ მეორე დუალური ემოციის გამომუშავებას. ეს არის, მე იმიტომ ვამბობ, რომ წყალობაა მეთქი პრობლემა, წყალობა, პრობლემები იმ სურთულით გვევლინება, როცა რთულდება თუ ადგილგაკვეთილებს ვერ ხვდებით, თორე რამდენ რთული არ უნდა იყოს პრობლემა, ყველა არის საკუთარ თავთან დაბრუნების და გულთან დაბრუნების პროცესი. მართალია, ნახეთ, გარბურბალა რო ტრიალებს, ძალიან დიდი გარბურბალები როა, ნებისმიერი შიგნით თურმე სიმშვიდეა, გარეშე ფაქტები. გარეთ არის ანგრევს ყველაფერს. იგივეა ოკეანეში 9-ბალიანი შტორმი როა, ოკეანებს კერი ვაფშე არ ტოკავს. იქ მიდის ცხოვრება ისე, როგორც მიდიოდა. თქვენს კომენტარებს ვერ ვხედავ, მაგრამ ასე იცის ხოლმე ამ ლაივმა, მე თურმე გაქვთ კომენტარები. ასე იცის ხომ? ამიტომ ეს სიმშვიდე თუ მოიპოვეთ თქვენ გულში, რაც არ უნდა ხდებოდეს გარეთ. კორონა თუ რა ვიცი, კიდევ რაღაცები, რა მნიშვნელობა აქვს, სულ იქნება რაღაცა. სულ იქნება. კორონა არ იქნება, სხვა იქნება. ხო, როცა შენ თვლი, რომ რაღაცები უნდა ამტკიცო, ვიღაცას უმტკიცე, ჭეშმარიტებას მტკიცება არ ჭირდება გვანცა. როგორც კი ჭეშმარიტება იგრძნობა, გრძნობ და მორჩა და ხარ მშვიდად. ეს მიღებული გაქვს ყველაფერი და სამყარო უკეთ იცის რა დროს რა ხდება, როდესაც გიწევს უკვე ხმის აწევა, გიწევს ამაზე შფოთი, ნერვიულობა, ეგო გეთამაშება რა, ფარიკაობს შენთან და ამ დროს კი არ უნდა ვებრძოთ, ჩვენც ფარიკი არ უნდა ამოვიღოთ, შინაგანი სიმშვიდის უნარი განვივითაროთ. სად არის თქვენი სიმშვიდე, სად ბუდობს და შეგვიძლია ამ დროს ეგო დავსვათ, როგორც მეგობარი და დაველაპარაკოთ. მოდი ერთი ჩემთან ახლა, დამიჯექი წინ, ამ გვერდზე მომიჯექი და მელაპარაკე რა გინდა. ვაფშე მითხარი რა გინდა, ესეთი რაღაცა უნდა უთხრათ ეგოს და ვსთხოვოთ, რომ კი, ზოგჯერ მოგისმენ, მაგრამ ძალიან ვთხოვ, შენი ხმა უნდა დავწიოთ ახლა და ავწიოთ გულის ხმა. გულის ხმა რა არის? ის, რაც მიხარია, ის, რაც სიამოვნებას მგრის, ის, რაც მაბედნიერებს, ის, რაც ეს ხმა უნდა ავწიოთ და შენი ხმა, რომელიც შიშებში მამყოფებს, ბაფორიაქებს, ეს ხმა უნდა დავწიოთ. თუნდაც ფინანსურ პრობლემას ეხებოდეს, ხო? თუ ფინანსურ პრობლემებთან, ვალებთან, თუ რაც იქნება დაკავშირებით შიგნით, რაც არ უნდა ხდებოდეს გარეთ, შიგნით ჩვენ უნარს განვივითარებთ სიმშვიდის, ხო თქვი ქარფორბალა შიგნით სიმშვიდეა, 9-ბალიანი შტორმის ზედაპირზე როა, ქვემოთ მკერდზე სიმშვიდეა. თუ ჩვენ ამას შევინარჩუნებთ და მუდმივ შიში არ ვიქნებით, რომ შიში ფორიაქი გამოიწვევს საშიში და საფორიაქო სიტუაციების მოზიდვას ჩვენ ცხოვრებაში. იგივეა ავადმყოფობაზეც. თუ ჩვენ ავადმყოფობას მივიღებთ როგორც ჩვენ სასჯელს კი არა, არამედ ჩვენს წყალობას, რომ ჩემში ენერგიების ამაღლება განვავითარო, ვისწავლო. ანუ ადრე არ ვემსახურებოდი რაღაცნაირად ამ ენერგიებს და ეხლა ავადმყოფობით მე მომეცა თითქოს გამომამხიზლაო, ასეთი რაღაცა მომეცა შანსი ვემსახურო და ავწიო, ვისწავლო სიმშვიდე. ეს არ არის მარტივი. რანაირად არის მარტივი, ნამდვილად არ არის მარტივი, მაგრამ ეს შესაძლებელია და
აი არანაირი ტექნიკაც კი არ გინდა, ყველაში დევს, ყველა ადამიანში დევს ეს სიბრძნე, იმიტომ რომ ადამიანი პირველ რიგში ეს სულია გარდმოსული სხეულში, ხო? სულს აქვს ეს სამოსი შემოწე, იმას აქვს უზარმაზარი სიბრძნე, სიღრმე და ის არის რეალური ჭეშმარიტება, იმას ინფორმაცია რო აქვს ისეთი საერთოდ გონებას ვერც მოაფიქრდება, ვერც დაგეგმავს და ვერც განჭვრიტას, იმიტომ რომ გონება მუშაობს შიშებზე, ეს განკითხვაზე, მსხვერპლის როლზე, დადანაშაულებაზე, ამიტომ გონება სულ ამ პოზიციაზე, თავდაცვაზე, ბრძოლაზე, მაგრამ როგორც კი განივითაროთ სიმშვიდის უნარს და ამას როგორც ტრენაჟორებზე, ისე ისწავლით ვარჯიშს სიმშვიდეზე კონცენტრირებით, თქვენ ხართ კონცენტრირებული მშვიდად, ხო? ამ დროს, ამისთვის გაქვთ სუნთქვები, ამისთვის გაქვთ ემოციის აზრების გაშვებების სხეულში ჩასვლა, შეგრძნებები და გაქვთ ცოცხალი მაგალითები თქვენი ოჯახის წევრების სახით, თქვენი კოლეგების სახით, სამსახურის სახით, ტელევიზიის სახით, რა ვიცი, სოციალური ქსელის სახით, ცოცხალი ტრენაჟორები გაქვთ ერთი სიტყვით სიმშვიდის გამოსამუშავებელი. ამიტომ კი არ ებრძვით კიდევ ერთხელ, როგორც კი გრძნობთ, რომ ეგომ დაიწყო ეხლა თამაში, თქვენ ეგოს მოელაპარაკეთ, რომ ეხლა მე შენს ხმას დაუწევ, ძვირფასო, მოდი ეხლა შენს ხმას დაუწევ და აუწევ გულის ხმას აუწევ, სულის ხმას აუწევ და მას მოვუსმენ ეხლა. და აღმოაჩენთ, რომ რეალურად თუ ბოლომდე ჩავალთ, იქ სადღაც აბსოლუტური სიჩუმეა, აბსოლუტური სიმშვიდეა და ეს ცხოვრების დრამები უკვე გვერდიდან ჩანს, როგორც სულისთვის შესასრულებელი დანიშნულება და როლი. გამიგეთ? და ამ როლის დანიშნულებას თუ სიმშვიდის პოზიციიდან შეხედავთ, თქვენი აღქმადობა სიტუაციის უფრო გამძაფრებული და ჭეშმარიტებასთან მიახლოებული და ნაკადში იქნება, ვიდრე გონებას ფორი აქვს აყოლილები. მოკლედ ხო გახსოვთ, ამ ფაქტორში ძალიან არ გამიხმახვილებია ყურადღება თეთრი ეკრანის პრინციპზე, როდესაც ჩვენ ცხოვრებას ვუყურებთ როგორც თეთრ ეკრანზე გამოსახულებას და თუ არ მოგწონს გამოსახულებები და მთავარი გმირები, ეს არის ის ფირი და რომელიც არის ფილმის ფირი. ამიტომ ეკრანს კი არ ვებრძვით, ეკრანს კი არ ვესვრით, ქვებს ვლანძღავ და ვიგინებით, არამედ ვიხედებით თავში და ამ ფირში რა ნეგატივია, რომელიც აი ახლა ამას იწვევს და ნეგატივის წაშლა ხდება საკუთარ თავში სიმშვიდის ენერგიების და უნარის განვითარებით. ანუ რაც არ უნდა ხდებოდეს გარეთ, მე გამოვიმუშავებ უნარს, ვიყო მშვიდი, იმიტომ რომ მშვიდ ადამიანს და სიმშვიდეზე მოვიბრირე, ანუ სიხშირეზე მომართულ ადამიანს შეუძლია მის გარშემო ათასები გადაარჩინოს. ნახე, ეს როგორც პანიკა გადამდებია, ხო, იცით როგორ არის პანიკა? შეუძლია პანიკას წამებში დღეს მე მგონი პანიკა, მე მართალია ტელევიზორი არ მაქვს ჩართული ინფორმაციები, არ ვიცი, მე იმებში მომივიდა დღეს, რომ არ გახვიდეთო, დღესო ხამეო, რაღაცებს ასხამენო, მაგრამ რა ვიცი, აფერს არ ასხამენ. მოკლედ, პანიკა შეუძლია, როგორც პანიკა შეუძლია, ესე გეომეტრიული პროგრესით გაიზარდოს და დაანგრიოს, ასევე სიმშვიდე შეუძლია გეომეტრიული პროგრესით გაიზარდოს და მოეფინოს. ისე არა როგორც პანიკას, მაგრამ თქვენი არჩევანი უნდა იყოს ის გაცნობიერებულად, ანუ მე ვირჩევ გაცნობიერებულად სიმშვიდეს, როცა მშვიდად ვარ და ჩემი პროგრამები ყველაფერი ხორციელდება მშვიდი პოზიციიდან.
კიდევ სატრენაჟოროდ რომ გამოიყენოთ, კიდევ ერთ ტექნიკას მოგცემთ ძორმას დისფაქტორელებმა ეს იციან, მაგრამ ახალმა არ იციან ნებისმიერ რთულ სიტუაციას დახვდით გონების მზაობით, ვაუ, რა მაგარია. გააკეთეთ ეს. ეხა მთვარეს უყურებ და საოცარი სუფთა მთვარეა. ვაუ, რა მაგარია, როდესაც ამას იტყვით, გონება მინიმუმ მოძებნის მიმართულებას აძლევ, ბეწერტილს, ანუ ვაუ, რა მაგარია, როდის ვამბობ, რაღაცა გვიხარია, რაღაცა ბედნიერებას გვანიჭებს, ამიტომ გონება მინიმუმ 3 მაგალითს მაინც დაგიდებთ, რატო არის ეს სიტუაცია მაგარი. კოლეგასთან არის ცუდი ურთიერთობა, ვაუ, რა მაგარია, გონება მოიძიებს ამ მინიმუმ 3 მაგალითს, რატო ეს ვაუ, ფულის პრობლემა მაქვს, ვაუ, რა მაგარია, გონება მოიძიებს, რატომ არის ეს მაგარი და გზას გიჩვენებთ, ნახეთ, გზა ასე გამოვდივართ. როცა ვებრძოლები, ჩვენ უარყოფთ, გამიგეთ? არა, ეს არ ხდება, ესე არ უნდა იყოს, არ გვაქვს მიმღებლობა, მაგრამ როგორც კი ვიღებ, ვაუ, რა მაგარია და всё, გონებამ გახსნა ეს კედელი, გაიარა, ამ კედელში გაიარა და ახალი სივრცე გამოჩნდა, სადაც მაგრობაა ჭალებში. მოკლედ, მაგარ არა ფიზიკურ სიმაგრეს, არამედ ენერგეტიკულ სიძლიერეს გისურვებთ, მაღალ სიხარულის ვიბრაციაზე ყოფნას გისურვებთ, შინაგან სიმშვიდეს გისურვებთ, რომელიც ასე მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისათვის. ამუნარის განვითარებას გისურვებთ, მიყვარს ეს ყველაფერი, შევიგრძნოთ ცხოვრება, ვიყოთ აქ და ამ წუთას, შევიგრძნოთ ცხოვრება ნაბიჯის გადადგმაში, ბავშვის გაბრწყინებულ თვალებში, რა ვიცი, მთვარის ყურებაში, ფოთლის ჩამოვარდნაში თუ პირიქით კვირტის გამოშვებაში და აი ამ სიცოცხლით ხალისის ენერგიები ვაგროვოთ, იმიტომ რომ ეს არის ცხოვრება, ეს არის დაოსტატება და მიყვარხართ კარგად დროებით.